ერაყის პრემიერ-მინისტრი ქვათმის ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე საკითხს ეხება. ვინ აკონტროლებს იარაღს? ალი ალ-ზაიდი შეხვდა ორ ძლიერ ირანის მხარდაჭერილ მილიციას, ასაი ბალაჰადს და კატაი ბიმამალის დელეგაციებს, რადგან ბაღდადი ცდილობს მილიციების იარაღის სახელმწიფო კონტროლქვეშ მოაქციოს. ამასობაში საგაი ალ-სალამის შიიტური მილიცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც მშვიდობის ბრიგადები, რელიგიური ლიდერის მუქტადა ალ-სადრის ხელმძღვანელობით უკვე დაიწყო თავისი იარაღის გადაცემა ერაყის სახელმწიფო ძალებისთვის ბაღდადის ჩრდილოეთ რაიონებში. მილიციის წევრებმა, რომლებიც ადრე სახალხო მობილიზაციის ძალების ნაწილი იყვნენ, დღეს სიმბოლურად დაიწყეს საკუთარი დროშის ჩამოღება, რათა სახელმწიფო ძალებს შეუერთდნენ. მუბადარა სამახათ ალ-საიდი. მისი აღმატებულება მუქტადა ალ-სადრის ინიციატივით, რომელიც ითვალისწინებს იარაღის ჩაბარებას, მილიციის ხელახლა დაკავშირებასა და სტრუქტურირებას, სრული ინტეგრაციისა და მიერთებისკენ, ეს კურთხეული ნაბიჯია. ამ გმირებმა ყველაფერი გააკეთეს. მათ დიდი მსხვერპლი გაიღეს და ყველა ბრძოლაში ღირსეული პოზიცია დაიკავეს. თუმცა თითოეულ ეტაპს თავისი საჭიროებები და მოთხოვნები ეუბნები აქვს. ამიტომ სწორი და ზუსტი გადახედვის შედეგად ეს დანაყოფები ხელახლა დაუკავშირდებიან უსაფრთხოების ძალებს და შეიარაღებული ძალების გენერალურ სარდლობას. გრძელი მსჯელობებისა და განხილვების შემდეგ კომიტეტი განიხილება, რომელიც დაადგენს მექანიზმსა და გზას იარაღის გადაცემის შესახებ მისი კატეგორიის მიხედვით. იქნება ეს მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე იარაღი. დამატებით ინფორმაციისთვის ჩვენთან ერთად არის ჰამიდ ალ-შარიფი, ყოფილი ერაყელი დიპლომატი. გულისხმობ, ელთი მილიცია უკვე უშვებს დროშას პირდაპირ მნიშვნელობით და უერთდება სახელმწიფო ძალებს. მაგრამ პრაქტიკაში რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? და ეს არის ნამდვილი ცვლილების პირველი ნაბიჯი. ვიმედოვნებ, რომ ასეა. ეს პირველი ნაბიჯია. არ დაგავიწყდეთ, რომ ირანში 60-დან 70-მდე შეიარაღებული მილიცია. მათგან დაახლოებით 10 ან 15 ძალიან აქტიური, ძლიერი და დიდი მილიცია. ჯერჯერობით მხოლოდ 3-ია, ესე ვიტყოდი. მათ თქვეს, რომ აპირებენ იარაღის ჩაბარებას. ზოგიერთმა თქვა, რომ იარაღს სამთავრობო თანამდებობების სანაცვლოდ ცვლიან. ასე რომ, დიახ, ეს მხოლოდ დასაწყისია და იმედი მაქვს ნახავთ, რომ ყველა მათგან მაგრამ მთავრობა თუ მას რეალურად არ უჭერს მხარს, პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია ბევრს ვერ გააკეთებს. უმეტესმა წინა მთავრობებმა იგივე სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან შეიარაღებული დაჯგუფებები მაინც დაჯგუფებებია. ისინი აძლევენ ხალხს იარაღს. ასე რომ ზოგიერთი მათგანი, უпростоრად მათი უმეტესობა დაკავშირებულია ირანის რევოლუციურ გვარდიასთან, ირანის მიერ არიან გაწვრთნილები, ირანმა შეაიარაღა და ირანმა დააფინანსა. ესე რომ ეს რთულია, მაგრამ ეხლა როგორც ჩანს ტრამპის ადმინისტრაციისგან ვიღებთ გარკვეულ სიგნალებს, რომ არსებობს ამერიკული მხარდაჭერა ერაყის ახალი პრემიერ-მინისტრისადმი. იმედია ჩვენ ვიხილავთ, რომ სულ უფრო მეტი ამ მილიციებიდან დაყრეს იარაღს. თუ ისინი დაყრიან იარაღს და რეალურად შეუერთდებიან ერაყის სახელმწიფო ძალებს, არსებობს თუ არა რისკი, რომ ამით ირანის მხარდაჭერილი მილიციები ფორმალურად დაკანონდეს და მათი კონტროლი ლეგიტიმური გახდეს, თუმცა ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხოლბის ქვეშ. დიახ, ზუსტად ესეა. ზუსტად ასეა. ანუ, ეხლა მან ირანული მილიცია აიყვანა და ჩასვა არმიაში. ეს რას ნიშნავს? ეს არის მილიციების არმია. დიახ, ეხლა ძალიან ბუნდოვანი სიტუაცია. და ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბევრი მათგანი, ბევრი ეს მილიცია ეხლა უარს ამბობს იარაღის დაყრაზე. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა იქნება საჭირო. ამიტომ შეიძლება მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტები მოხდეს. მაგრამ მან თქვა, რომ არმია სავსეა მილიციებით. ესე რომ ეს მიუღებელია. მაგრამ როგორც თქვი, ტრამპი ჯერჯერობით კმაყოფილი ჩანს. მოდით ნახოთ, რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი. რადგან ეხლა ის აკონტროლებს ერაყის სცენას. რამდენად დიდი გავლენა აქვს შიიტ სასულიერო პირს მუქტადა ალ-სადრს ამ გადაწყვეტილებებზე? გულისხმობ, მისმა მილიციამ, მშვიდობის ბრიგადებმა უკვე განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ მისი პოლიტიკური მოძრაობის გაყოფას და სახელმწიფო ინსტიტუტებში ინტეგრირებას. და დღეს ამის პირველი ნიშანი ვნახეთ, მაგრამ აქვს თუ არა მას გავლენა სხვა მილიციებზე, რომლებიც შეიძლება იგივე გზას გახვდნენ? არა, რა თქმა უნდა არა. მას საკუთარ მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მობილიზაცია, რასაც ისინი ხალხურ მობილიზაციას უწოდებენ, მობილიზაცია ალ-ხაჯ ალ-შააბი
შეიქმნა უმაღლესი სულიერი ლიდერის ალი სისტანის ფეთვით. ასე რომ მისი კიდევ ერთი ფეთვით მას არ შეუძლია ყველა საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ ის დუმს, არ ვიცით რატო. ალბათ ეს ეწინააღმდეგება ირანის რეჟიმის სურვილსა და მებას. ასე რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და ძალიან მცირე დასაწყისი მუხტა და ალ-სადრისთვის. დიახ. კარგი, ჰამიდ ალ-შარიფი, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ერთად ხართ i24 News English-ზე, რათა განვიხილოთ ის, რასაც დღეს ერახში ვხედავთ. გმადლობთ. გმადლობ ძალიან.